ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობა კრახს განიცდის იმ დროს, როდესაც რეჟიმს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძალის, წესრიგისა და ხელმძღვანელობის დემონსტრირება. ამ ორშაბათს 2026 წლის 27 აპრილს ირანელები მძიმე კითხვის წინაშე დგანან. მოჯტაბა ხამენეი მართლა მართავს ქვეყანას, თუ ისლამური რესპუბლიკა ცდილობს დამალოს მსოფლიოსგან, რომ საკუთარ სათავეზე კონტროლი დაკარგა. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოჯტაბა ხამენეის სახე გამოჩნდა იმ მურალზე, რომელიც ისლამური რესპუბლიკის გარდაცვლილ ფიგურებს ეძღვნებოდა. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მიუსონ ალვესი. ეჭვი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რეჟიმის მხარდამჭერებმა მოჯტაბა ხამენეის სახე გამოაჩინეს მურალზე, რომელიც ისლამური რესპუბლიკის გარდაცვლილ ფიგურებს ეძღვნებოდა. მოვლენა მოხდა მაშჰადში, ქალაქში, რომელიც ხამენეის ოჯახის ისტორიას და ირანის რელიგიური ძალაუფლების სიმბოლურ გულს უკავშირდება. პრობლემა მარტივია და სერიოზული. ფეირანი კვირების განმავლობაში აცხადებდა, რომ მოჯტაბა ცოცხალია, დაჭრილია, მაგრამ გონზია და გადაწყვეტილებებს იღებს. მაგრამ როდესაც მისი სახე ლიდერებისა და მეთაურების გვერდით დააყენეს, რომლებიც მოწამეებად ითვლებიან, თავად რეჟიმის გარემომ ეჭვის ადგილი დატოვა, რომელსაც მთავრობა ჩახშობას ცდილობდა. ოფიციალური დადასტურება სიკვდილის შესახებ არ არსებობს. მაგრამ არც საჯარო გამოჩენა არსებობს, არც ვიდეო მიმართვა, არც მკაფიო აუდიო ირანის ხალხისთვის და არც მტკიცებულება იმისა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მართლა მართავს ქვეყანას. და როდესაც დახურული რეჟიმი, რომელიც იმიჯის კონტროლზეა დამოკიდებული, ესე დიდ ეჭვს აძლევს გასაქანს, ეს სერიოზული სიგნალია. მოჯტაბა ხამენეი დაიკავა პოსტი ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დაიღუპა შეტევის დროს, რამაც მთელი ირანის ხელმძღვანელობა შეარყია. მას შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, მოჯტაბამ მძიმეად დაშავდა. სახესა და ტუჩებზე დამთრობები აქვს მიღებული. ერთ-ერთ ფეხზე 3 ოპერაცია ჩაუტარდა, შესაძლოა პლასტიკური ქირურგიაც კი დასჭირდეს, სანამ საჯაროდ გამოჩნდება. მიუხედავად ამისა, რეჟიმთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ის გონებრივად კარგად იყო და კულისებში გადაწყვეტილებებში მონაწილეობდა. საქმე ისაა, რომ ამას არავინ უნახავს და ომის პოლიტიკაში არ არსებობა. ეს კომუნიკაციაა. უზენაესი ლიდერი, რომელიც არ ჩნდება, არ ლაპარაკობს და არ აჩვენებს ხელმძღვანელობას, თოვებს ადგილს გენერლებისთვის, დაჯგუფებებისთვის და რევოლუციური გვარდიის მეთაურებისთვის, რომ შეავსონ ეს სიცარიელე. სწორედ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის კრიზისი ძალაუფლების კრიზისად იქცევა. დონალდ ტრამპმა ეს შეამჩნია და ტონი გაამკაცრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააუქმა თავისი წარმომადგენლების ვიზიტი პაკისტანში მოლაპარაკებებზე და მკაფიოდ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იმოქმედებს ისე, თითქოს თეირანზე იყოს დამოკიდებული. ამ განცხადებამ პრობლემის გულში მოარტყა. დონალდ ტრამპმა მხოლოდ დისტანციაზე, დღის წესრიგზე ან პროტოკოლზე არ ისაუბრა. მან საჯაროდ გამოთქვა ეჭვი, რომელიც უკვე კულისებში ტრიალებდა. ირანი გაყოფილია, შიგნით დაპირისპირებაა, არსებობს ეჭვები თუ ვინ მართავს. და შესაძლოა თავად რეჟიმის შიგნითაც არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ლიდერობის თავიდან აცილებას, რადგან ამ ეტაპზე ქვეყნის მართვის ფასი ძალიან მაღალი გახდა. ირანმა სცადა დიპლომატიით პასუხი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა, ის მედიატორებს შეხვდა, ომანსაც ესტუმრა. შემდეგ კი დიპლომატიურ წრეში დაბრუნდა, რათა მოლაპარაკებები ცოცხალი შეენარჩუნებინა. მაგრამ ეს ნაბიჯი ძალის დემონსტრაციას არ გავდა, პირიქით. ტრამპის მიერ გაუქმების გამოცხადების შემდეგ მალევე ირანმა ახალი წინადადება წამოაყენა, რომელიც ამერიკელებისთვის უკეთესი იყო და ეს დეტალი მნიშვნელოვანია. თუ ამერიკული ზეწოლის შემდეგ რამდენიმე წუთში ირანმა შუამავლებისთვის გადაცემული წინადადება გააუმჯობესა, მაშინ აშკარაა, რომ თეთრმა სახმა სწორედ მტკივნეულ წერტილში დაარტყა. რეჟიმმა პოლიტიკური დარტყმა იგრძნო და ზიანის შემცირება სცადა. მოლაპარაკების მთავარი საკითხი კვლავ ბირთვული პროგრამაა. ტრამპმა მარტივი გზავნილი დატოვა. ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ვაშინგტონისთვის ნამდვილი შეთანხმება არ არსებობს, თუ თეირანი ამ საკითხის გადადებას ცდილობს. ირანის რეჟიმს ბლოკადის შემსუბუქება და ეკონომიკური ამოსუნთქვა სურს, ხოლო შეერთებული შტატები ზეწოლის შემსუბუქებამდე ცენტრალური დათმობის მიღწევას ცდილობს. და ამ ძალთა ჭიდულში მოჯტაბა ხამენეის გაურკვეველი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო ასუსტებს ირანის პოზიციას. რევოლუციური გვარდია ამ კრიზისში გადამწყვეტ ფიგურად ჩანს. მოჯტაბა ყოველთვის აღიქმებოდა როგორც რეჟიმის ყველაზე მკაცრი მეთაურების ახლო პირი. მისი არჩევა ალი ხამენეის მემკვიდრედ სწორედ ამ სამხედრო ფრთამ დააყენა დღის წესრიგში.
მან მეტი გავლენა მოიპოვა ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ. თუ უზენაესი ლიდერი დაშავებულია ან არ იმყოფება ადგილზე, რევოლუციური გვარდია კიდევ უფრო მეტ გავლენას იძენს შეიარაღებულ ძალებზე, სამოქალაქო მთავრობაზე და მოლაპარაკებების ჯგუფზეც კი. ეს ნაწილობრივ ხსნის, რატომაც თქვა დონალდ ტრამპმა, რომ იმასთან იმუშავებს, ვინც იქნება ხელმძღვანელი, მაგრამ არ იჩქარებს და დადგმულ სპექტაკლს არ ახვება. შეერთებული შტატებისთვის კითხვა პრაქტიკულურია. აქვს თუ არა ირანელ მოლაპარაკეს ძალაუფლება შეთანხმების დასადებად, თუ უბრალოდ ერთი ფრაქციის გზავნილებს გადასცემს, რომელსაც შეიძლება მეორე ფრაქციამ უარი უთხრას. იმ დროს, როცა ირანის შიდა პოლიტიკა თითქოს გაჩერებულია, ამერიკის ეკონომიკური ზეწოლა წინ მიიწევს. ეგრეთ წოდებული ეკონომიკური რისხვის ოპერაცია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ სამხედრო თავდასხმები შეჩერებულია. მიზანი რეჟიმის შემოსავლების ჩახშობაა, განსაკუთრებით ნავთობიდან მიღებული შემოსავლების, რომლითაც თეირანში ძალაუფლების მექანიზმის დიდი ნაწილი იკვებება. ბოლო დღეებში შეერთებული შტატების ხაზინამ დაარტყა ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც დაკავშირებულია ირანული ნავთობის შეძენასთან. ასევე მიზანში ამოიღო კომპანიები, გემები და ქსელები, რომლებიც რეჟიმს ეხმარებიან ნავთობის გაკიდვაში სანქციების მიუხედავად. ეს მცირე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ცნობილია სანქცირებული ქვეყნების ნავთობით მუშაობით, სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ იმ ბიზნესებს გაუმკლავდნენ, რასაც დიდი კომპანიები არ ეკარებიან. ისინი ყიდულობენ ნავთობს ირანისგან, რუსეთისგან და სხვა ზეწოლის ქვეშ მყოფი მთავრობებისგან. დასავლური ფინანსური სისტემისთვის გვერდისავლას ცდილობენ. მაგრამ ვაშინგტონს ზიანის მისაკენებლად არ ჭირდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვა. საკმარისია ბიზნესი უფრო ძვირი, უფრო ნელი და უფრო რისკიანი გახადოს. როდესაც შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს სატრანსპორტო კომპანიებს, სადაზღვევოებს, ბანკებს და შუამავლებს, ირანული ნავთობი არ ქრება, მაგრამ მისი მიმოქცევა უფრო რთული ხდება. მყიდველი ფასდაკლებას ითხოვს, დაზღვევის ფასი იზრდება, გემი უფრო დიდ რისკს ექვემდებარება, ბანკს ეშინია დასჯის, ასჯის და საბოლოოდ თეირანი ნაკლებ ფულს იღებს. ეს ის ნაწილია, რომელსაც რეჟიმი ვერ მალავს. თუნდაც ჯერ კიდევ შეძლო ნავთობის გაკიდვა ალტერნატიული მარშრუტებით, მარჯა მცირდება, ფული დაგვიანებით მოდის, პარტნიორები უფრო ფრთხილები ხდებიან და შიდა ეკონომიკაზე ზეწოლა იზრდება. მთავრობისთვის, რომელიც უკვე ომთან, ბლოკადასთან, ძალაუფლების ვაკუუმის ეჭვთან და დაღლილ მოსახლეობასთან უწევს გამკლავება, შემოსავლის თითოეული შემცირება კიდევ ერთ ბზარად იქცევა. ნავთობის გარდა შეერთებული შტატები ასევე მიზანში იღებს რეჟიმთან დაკავშირებულ ციფრულ აქტივებს. იდეა მარტივია, თუ ირანის ხელისუფლება ცდილობს რესურსების შენახვას კრიპტოვალუტაში ან ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ არსებულ კომპანიებში, ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს პლატფორმებზე, ყინავს ანგარიშებს და აჩერებს ტრანზაქციებს. ტექნოლოგია შეიძლება შორს ჩანდეს სახელმწიფო კონტროლისგან, მაგრამ კომპანიები, რომლებიც ამ ანგარიშებს მართავენ, მაინც შეიძლება სანქციების ქვეშ მოექცნენ. არსებული ინფორმაციით, ირანმა პენსიაზე გასული გემებიც კი გამოიყენა როგორც მცურავი საწყობები. ეს დროებითი გამოსავალია და არასტრატეგიული გზა. თუნდაც ირანი გამოიყენებდეს გაჩერებულ სუპერტანკერებს სპარსეთის ყურეში, მოგება მაინც შეზღუდული იქნებოდა. რეჟიმს შეეძლო მხოლოდ რამდენიმე დღით მოეპოვებინა შვება, სანამ ისევ იმავე პრობლემას დაუბრუნდებოდა. წარმოებისთვის შესანახი სივრცის ნაკლებობა. დონალდ ტრამპმა ამ საკითხით ისარგებლა და თქვა, რომ ირანი საშიშ ზღვარს უახლოვდება. ლოგიკა ასეთია, როცა ნავთობის დასაწყობებლად ადგილი აღარ არის, წარმოება უნდა შემცირდეს და წარმოების შემცირება მხოლოდ ღილატის დაჭერა არ არის. ბევრ შემთხვევაში ჭაბურღილების გამორთვამ შეიძლება დააზიანოს სტრუქტურა და აღდგენა გახადოს რთული, ძვირი ან არასრული. ამერიკული ხედვით ეს რისკი ზრდის თეირანის სწრაფვას შეთანხმებისკენ. რეჟიმი ჯერ კიდევ ცდილობს შეინარჩუნოს ნარატივი, თითქოს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, აღდგენა მიმდინარეობს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, ლიდერი არ ჩანს. ეკონომიკა ზარალობს, ბლოკადა ზეწოლას ახდენს, რევოლუციური გვარდია წინ მიიწევს. და დონალდ ტრამპი იქცევა ისე თითქოს ჯერა, რომ არ ჭირდება შეღავათების შეთავაზება მანამ, სანამ კაცრ დათმობებს არ მიიღებს. ბოლოს, მოსტაბა ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯარო თემად იქცა ყველაზე ცუდ დროს თეირანისთვის. ირანს სჭირდება მკაფიო ხელმძღვანელობა, ფული და დიპლომატიური გამოსავალი, მაგრამ მას ხვდება ბლოკადა, სანქციები, ამერიკული ზეწოლა და უხილავი ლიდერი. და სანამ რეჟიმი ცდილობს აუხსნელი აუხსნას, ტრამპი ინარჩუნებს ზეწოლას და სხვა სიტყვებით იმავე გზავნილს იმეორებს. შეერთებული შტატები არაპირებს დაედევნოს მთავრობას, რომელსაც ვერც კი შეუძლია დაამტკიცოს ვინ არის ხელმძღვანელი. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.